შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ახალი ცხოვრება. მე-6. გამარჯობა ახალო ცხოვრებავ. ჩეხოვი. კორნელი დილის 10 საათზე ჩავიდა თბილისში. აბასთუმნის მერმე აქ ჯერ კიდევ ზაფხულის სიცხე იგრძნობოდა. კვირა დღე იყო, კორნელის მეეზოვე გაბრიელ დოლენკო შეეგება. მოხუც სიხარულისაგან თვალები აუციმციმდნენ. იგი ძუნძულით გაიქცა ჭიშკარისაკენ, რომელთანაც ეტლი გაჩერდა. როგორ არის საქმე, მამაო გაბრიელ? ჰკითხა კორნელიმ და ხელი ჩამოართვა. საქმეს არა უშავს, გაკეთდება, თუ კი გვემახსოვრება. საქმეს წაახდენს რეგვენი, ფათერაკს დააბრალებსა. მიუგო მოხუცმა და ეშმაკურად გაუღიმა. მას ყურებიანი ქუდი ქურქი და ქეჩის ჩექმა სუნთლად დახეოდა და ძალზე გამხდარიყო. სახეც უფრო დანაოჭებოდა და ცალი თვალი ეცრემლებოდა. მიუხედავად სიღატაკისა და შიმშილისა, მოხუცი მაინც ოხუნჯობის გუნებაზე იყო და იხტიბარს არ იტეხდა. მას ქარაგმიანი გადაკრული ლაპარაკი უყვარდა. კორნელიმ ისევ ჰკითხა: "Как живешь?" როგორ ცხოვრობ? ჟივიომ, ხლებ ჟუიომ. ცხოვრობთ და პურსა ვღეჭავთ. მაგრამ პურმა თქვა: მე პირს არ მოვძებნი, თუ თვითონ არ მეძებსო, მეც დავეძებ, თუმცა ქალაქში აღარ იშოვება. გაბრიელმა ეტლიდან ბარგი გადმოიღო და შინ შეიტანა. დერეფანში მისი ცოლი მზარეული ქალი კატია შეეფეთა კორნელის. ღმერთო დიდებულო, როგორ გასუქებულ ხართ? შეჰყვირა კატიამ. რასაწყენია ჩვენები რომ შინ არ არიან. როდესაც კორნელი ტანისამოს იცვლიდა, მეზობელ ოთახიდან ხმაურობა და რომელიღაც საგნის დაცემის ხმა და ყვირილი შემოესმა. იგი უმალვე დერეფანში გაიჭრა. უშველეთ, მოჰკლავენ ერთმანეთს, იძახდა სამზადიდან გამოვარდნილი კატია. კორნელი დათას კაბინეტისაკენ გაიქცა, კარები შეაღო და უცნაური სურათი დაინახა. მაღალ აკანჭულ გამხდარ ბიჭს ხელში დანა ეჭირა და ქერა მოწაფესაკენ იწევდა. ქერა მოწაფეს სკამისათვის ხელი დაევლო და თავს იცავდა. მესამე შავგრემანი მსუქანი და ბუთხუზი ბიჭი კუთხეში ატუზულიყო და შიშისაგან კანკალებდა. დააგდე დანა, შეძახა კორნელიმ კანჭაბიჭს. მაგრამ მან გეზად შეყრილი წარბები შეათამაშა. ნადირის ლეკვივით თვალები კორნელის შეანათა და ისევ გაიწია. კორნელიმ მაჯაში სტაცა ხელი და დანა წაართვა. მოჩხუბარმა შეიგინა და კარებს ეცა. კორნელი წინ გადაეღობა, არ გაუშვა. მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა: მითხარი რა მოხდა? სად იშოვე დანა? ბიჭმა ავად შეხედა და მხრიდან ხელი ჩამოაღებინა. დანა სამზადში წამართვა. მიუგო კატიამ. თეთრითმა გაისწორა. გადავარდნილი თავშალი საჩქაროდ დაიხურა და როცა კორნელისაგან დანა მიიღო, მოჩხუბარ შეძახა: ო სატანა! რისთვის კლავდი ამ ხანაკს? ჰკითხა კორნელიმ მამლაყინწასავით აქოჩრილ ბიჭს.
ბიჭი ხმას არ იღებდა. მაშინ ქერა მოწაფემ აღელვებით უთხრა კორნელის. ჭიდაობაში გამომიწვია, სამჯერ წავაქციე, მაგრამ არ იყაბულა, გაბრაზდა, ჭხუბზე გადავიდა და დანა შემოიტანა. არ აქვს ცხენიათ, ბიჭებო, მიმართა კორნელიმ სამივე მოწაფეს. როდესაც მე გიმნაზიელი ვიყავი, ჩვენც ვჭიდაობდით, მუშტიკრივს მართავდით, მაგრამ წესად გქონდა შერიგება. გამლახველი და გალახულიც ერთმანეთს ხელს ვართმევდით და ისევ მეგობრებად ვრჩებოდით. რადგან კარგად ვიცოდით, რომ მჯობნის მჯობნი ამ ქვეყნად არ დაილეოდა. კორნელი დაჯდა. ქერა გიმნაზიელი, მის მიერ წაქცეული მოწაფე და კუთხეში ატუზული მსუქანი ბიჭიც დასხდნენ. კორნელიმ უმალვე წესრიგი სიმშვიდე დაამყარა და მერმე დეიდა ელენეს ნორჩი მდგმურების ვინაობა გამოიკითხა. მკვრივი და ჩაფსკვნილი ქერაბიჭი მეხუთე კლასის მოწაფე კოტე გოგიტიძე 15 წლისა იქნებოდა. იგი კეთილად იღიმებოდა და ცისფერი თვალებით მიშტერებოდა კორნელის. მის მიერ წაქცეული ბიჭი მეხუთე კლასისვე მოწაფე მამედ ჯაფაროვი თავჩაკიდული იჯდა და კორნელის ნაამბობს უსმენდა. ხოლო ირანელი ხანის ქაირამ რიზა ხან ნაგიევის შვილი რეალური სასწავლებლის მოწაფე გულიმჯანი წინდების ამარა საწოლზე ფეხმორთხმული დამჯდარიყო. გულიმჯანს დუთმასავით წაგრძელებული თავი, თხემზე დატოვებული ქოჩორი, ცხვირის საძირკვლის ზევით შეერთებული შავი და adzგიბული წარბები, გაბუშტული ლოყები და კრაზანას ნაკბენივით შესივებული აბზეკილი ზედა ბაგე ჰქონდა, რომელზედაც ულვაშის ბუსუსები ძლივს ემჩნეოდა. იგი შავი, მიბნედილი, დამტკბარი და უვნებო თვალებით უსმენდა კორნელის. გულიმჯანს საწოლთან მთელი ლაბორატორია გაემართა. კედელზე თუნუქის პატარა ლამპა და ამის ზემოთ რკინის რგოლი მიეჭედნა და ზედ პატარა ჩაიდანი დაედგა. ირანელი ბიჭი უჩაიოთ და უყავოთ ვერას ძლებდა. კედელზე მიჭედებული და ჩაწეული ლამპის თავზე მუდამ შიშინებდა ჩაიდანი. როდესაც ელენემ კაბინეტში გულიმჯანის მიერ მოწყობილი ლაბორატორია პირველად დაინახა, თავზარი დაეცა. კედლის და ძვირფასი შპალერის გაფუჭებას ვინ ჩივის? ხანძარს გააჩენს ეს ბიჭი. იყვირა, მაგრამ გულიმჯანი წელზე მოეხვია. თავი ბავშვივით მიადო მკერდზე მოეფერა და შეევედრა. ჩემი ნაოსტატები არ დამინგრიოთ. დიდარი ირანელი ვაჭრის რახმანოვის მაღაზიიდან გულიმჯანს უამრავი ხმელი ხილი, ლეღვის ჩირი, ნუში, ჩურჩხელა, მურაბა, ხალვა, რახათ ლუხუმი და ნაირ-ნაირი ტკბილეული გამოჰქონდა ნისიათ, რითაც დეიდა ელენეს და მის მდგმურ მოწაფეებს მემედ ჯაფაროვს და კოტე გოგიტიძეს ალაღებდა. მის სასთუმალთან სკამზე მუდამ საჩაიე ჭიქები, შაქარი ტკბილეულით სავსე თეფშები იდგა. ყურანი, ირანული ზღაპრების, მოთხრობების, იგავებისა და ლექსების წიგნები იქვე ელაგა. საწოლზე ფეხმოკეცილი გულიმჯანი საღამოს და განთიადის ჟამს ჩუმად გამღერებით და უკუღმა კითხულობდა არაბულ ენაზე დაწერილ ყურანს, რაც ძალზე უკვირდა კოტე გოგიტიძეს. ყურანისა და ირანული წიგნების კითხვა გულიმჯანს მამამ ასწავლა. გულიმჯანის მამა ქურთებით დასახლებულ ირანის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი იყო, რომელმაც ომს, არეულობას და მოსისხლე მტრებს განარიდა თავისი ერთადერთი შვილი. პირველი მსოფლიო ომის დროს მამამ გულიმჯანი ბაქოში წაიყვანა, ხოლო ოქტომბრის რევოლუციისა და ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერმე კი განჯაში. როდესაც განჯაც გაწითლდა,
მამამ გულიმჯანი ირანში არ წაიყვანა, რადგან იქ სისხლი მართებდა, შვილის მოკლისა ეშინოდა და ამიტომ თბილისში გახიზნა. აქ მდიდარი ვაჭრის რახმანოვის რჩევით აგვისტოს ბოლოს მან გულიმჯანი დათა მიქელაძესთან დააბინავა და კარგ ფასსაც იხდიდა. შვილთან ხანი რახმანოვის საშუალებით იჭერდა კავშირს. გულიმჯანს მდიდრულად ეცვა. ფულს უხვად ფლანგავდა და 15 წლის ბიჭს, რომელსაც ულვაშები ახლახან ამოწვეროდა, თავი დაკაცებული ეგონა, ფახი ფუხობდა, ღვინოს სვამდა და თვალი გოგონებისაკენ ეჭირა. კორნელი მერმე მას დაცინვით გულიმჯან ეფენდის ეძახდა. ირანელი ხანების ცვიერება, მლიქვნელობა, პირფერობა და ვერაგობა გულიმჯანს ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. იგი ჭირვეული და თავისი ყოფაცხოვრების მიხედვით ძნელად ასატანი იყო. კოტე გოგიტიძეს და მამედ ჯაფაროვს ხშირად თავს აბეზრებდა და ესენიც საცემად იწევდნენ, მაგრამ გულიმჯანი ფულითა და რახმანოვის მაღაზიიდან გამოტანილი ტკბილეულობით რახათ ლუხუმით თაფლავდა მათ. მამედ ჯაფაროვი დიდარი ბეგის შვილი იყო. აზერბაიჯანში, ბაქოსა და განჯაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერმე თავისი შვილი ბეგმაც თბილისში ჩამოიყვანა. დათა მიქელაძის ბინაში და გიმნაზიაში მოაწყო. კოტე გოგიტიძე კი ელენეს დის, ოზურგეთში გათხოვილი ქალის თამარის მეგობრის შვილი იყო. კვირცხლი, მარდი, ძალოსანი, გულკეთილი და გულმართალი ბიჭი. აი სწორედ ესენი გულიმ რიზან-ხან ნაგიევი, მამედ ბეგ ჯაფაროვი და კოტე გოგიტიძე იყვნენ ახლა ელენეს მდგმურები. როდესაც ელენე ქალაქიდან დაბრუნდა, კორნელი გადაკოცნა და აბასთუმნის ამბები გამოჰკითხა. დისწულმა ღიმილით უთხრა: დეიდაჩემო, შენ მოწაფეთა მთელი პანსიონი გაგიხსნია. შენ ვერც წარმოიდგენ, რა გაჭირვებაში ჩავცვივდით თბილისელები. დაიწყო ჩვეულებრივ წუწუნი ელენემ. ამაზე მეტი შიმშილი და წყურვილი წარმოუდგენელია. მოდი და პანსიონს ნუ გახსნი. ბევრ ფულს იხდიან შენი პანსიონერები? ჰკითხა კორნელიმ. ფული რა თავში ვიხალო? მეშევიკების ფული რაჭირად მინდა. ფულით ახლა თბილისში ვერაფერს ვერ იყიდი. მიუგო ელენემ. ვისაც სოფელში ადგილ-მამული შერჩა და იქ კაცი დატოვა, რომელიც თბილისში თავის ბატონს სურსად სანოვაგეს უგზავნის, იმას რა უშავს? სხვების საქმე კი წასულია. დათას ხელფასი ერთ კვირასაც კი არ ყოფნის. ისევ მე ვირჯები, ცხოვრებას ალღო აუღე. პანსიონი რომ არ გამეხსნა, ჩემო კორნელი, შიმშილით ამოვწყდებოდით. ჩემი პანსიონერები მდიდრების შვილები არიან. მათი მშობლები ზღვევენ და მიგზავნიან და ახლა ამით ვირჩენთ თავს. მართლაც გულიმჯანის აპეკუნი რახმანოვი ელენეს კარგ ძღვენს უგზავნიდა, მაგრამ მამედის მამა, აზერბაიჯანელი ბეგი ჯაფაროვი, რომელსაც თავისი შეიარაღებული რაზმი ჰყავდა და აჯანყებული გლეხებისაგან იცავდა ქონებას, ფარას, მამულს, ცოლ-შვილსა და თავის საკუთარ თავსაც, პირდაპირ საწველ ფურად აქცია ელენემ. ჯაფაროვი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში გატენილი ხურჯინებით, რომელშიც ფქვილი, ლობიო, ყველი, კარაქი, ნაზუქი, თაფლში მოზელილი პურები, დაკლული ინდაური და სხვა პროდუქტები ეწყო. თაფლში მოზელილი პურები დიდხანს ძლებდა და დიდ საშუალებას აძლევდა ელენეს. კორნელიმ უნივერსიტეტში სიარული დაიწყო. როდესაც უნივერსიტეტის დერეფანში პირველად შევიდა, ამხანაგები გიგო თავაძე, ბიძინა შარაბიძე და სხვანი გარს შემოერტყნენ და გაოცებით უთხრეს: ეგრე რამ გაგასუქა?
ერთხელ მიტო ჩიკვაიძე მინახულა კორნელი და უთხრა: ხვალ დილის 10 საათზე მარო ფრუიძესთან მოდი, ვანო მახათაძეს უნდა შენი ნახვა. მეტავი რა საქმე აქვს ჩემთან? კითხა კორნელიმ. არ ვიცი, გონი ჟურნალზე უნდა მოგელაპარაკოს, მიუგო მიტომ. კორნელი დანიშნულ დროზე მივიდა მაროსთან, გადაკოცნა და ოთახში შევიდა. მაგიდასთან ვანო იჯდა. ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ, ვიღაც გაპარსულ, საამო შეხედულების კაცს ესაუბრებოდა. ვანო და კორნელი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ო, ერთი ამას დამიხედეთ, რას დამსგავსებია, ნამდვილი ბაყბაყდებია, გაოცდა ვანო. შეგეშინდა განაჭლექისა. ძლივ შესამჩნევი ალერსიანი ღიმილით ჰკითხა მან კორნელის. კი არ შემეშინდა, დამენანა. მიუგო კორნელიმ და ეწყინა. ვანო კიდევ უფრო რომ გამხდარიყო. შენ კი სრულიად არ აქცევ შენს თავს ყურადღებას. ასე არ შეიძლება. ეგ არაფერია. აგარაგზე წასვლას და გასუქებას მერმეც მოვესწრებით. ახლა კი იცნობდი ამ კაცს, ნიკიტინი გახლავს. ნიკიტინმა ღიმილით ჩამოართვა ხელი კორნელის. ყველანი მაგიდას მიუსხდნენ. აგარაკი შეგრგებია. მახსოვს ციხის შემდეგ შენ ძალიან ცუდად გამოიყურებოდი, უთხრა ვანომ. პატიმრობა ვერ გამტეხდა, მიუგო კორნელიმ. ციხის საკანზე უარესი იყო იმის შეგნება, რომ სამაგიერო ვერ მიუძღეთ ჩვენს მწამებლებს. სულიერი ტრამვა ფიზიკურზე უარესია. ვანომ კორნელის თქმული ნიკიტინს გადაუთარგმნა. იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, პირად შეურაცხყოფას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ღიმილით უთხრა ნიკიტინმა კორნელის. ყოველთვის და ყოველ დროს ადამიანები იტანდნენ ყველაფერს იდეისათვის, დევნას, შეურაცხყოფას, ციხეს, კატორღას. ეს მხოლოდ აკაჟებდა მათ ნებისყოფას. კორნელი შეკრთა. ნიკიტინის ხმა მეტად ნაცნობი მოეჩვენა და გაიფიქრა: სად მინახავს ნეტა ეს კაცი? ამ დროს ვანო თავჩაქინდრული იჯდა და თავის გამხდარ და ფერმკრთალ თითებს ათვალიერებდა. რაც იყო ის მორჩა, განაცხადა მან და კორნელი შეხედა. წარსულს ნუღარ მოვიგონებთ. ახალ ცხოვრებას უნდა მივყვეთ. ჩვენ ველოდით შენ ჩამოსვლას, ჩემო კორნელი. მეც მომწყინდა უსაქმოდ ჯდომა. ჰოდა კორნელი ჩემო, საქმეს მოჰკიდე ხელი. კორნელი გაირინდა. ალბათ ახლა ლაპარაკი იმ საკითხზე ჩამოვარდება, რომლის გამოც ვანომ გამომიძახა. გაიფიქრა მან. გახსოვს კორნელი, განაგრძო ვანომ. ერთხელ შენი დაჭრის შემდეგ რომ გინახულე და წერლობაზე, ჟურნალზე ვისაუბრეთ. მახსოვს, როგორ არ მახსოვს? ჰოდა ასეთი ჟურნალი გამოვიდა. ჩვენ გთავაზობთ შენ იმ ჟურნალში თანამშრომლობას. რა სიტყვია ბა ამაზე? რა თქმა უნდა თანახმავარ, ეს ჩემთვის საამაყოა. კეთილი, შენ ალბათ ახლა მუშაობის სურვილით ხარ გამსჭვალული. სენისგანაც განიკურნე და თანაც საკმაოდ დაისვენე აბასთუმანში. აბასთუმანში ნამდვილად ობი მომეკიდებოდა. იქ რომ ერთი მეტად საინტერესო კაცი არ გამეცნო. ვინ? ერთი რუსი, ჭლექის სამკურნალოდ ჩამოსული. მერე განიკურნა? არ ვიცი, ძალიან მოუსვენარი ვინმე იყო. თები სულ მოიარა, ზეკარის უღელტეხილამდეც კი მიაღწია. იშვიათად თუ შეხვდები ისეთ ჭკვიან და ნაკითხ მობაასეს. ჩვენ დავმეგობრდით და გულახდილად საუბრობდით პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე. როგორ ბედავდა პოლიტიკურ საკითხებზე შენთან გულახდილ საუბარს? თან მით უმეტეს კარგად არ გიცნობდა. მეც მიკვირს. არა ჩემო კარგო,
გააწყვეტინა კორნელის სიტყვა ამდენ ხანს გაჩუმებულმა ნიკიტინმა. ის თქვენ რა თქმა უნდა კარგად გიცნობდათ, თქვენ კი შესაძლოა მას არ იცნობდით. მომითმინეთ, წამოიძახა კორნელიმ და ნიკიტინს განცვიფრებით მიაშტერდა. რა მოხდა? ჰკითხა გაღიმებულმა ვანომ. კორნელი ისევ გაოცებული მიშტერებოდა ნიკიტინს. მერმე შეძახა. ივანე ალექსანდრეს ძევ, ვერბიცკი, ეს თქვენ ახართ. ჰო, ნამდვილად თქვენი თვალებია, თქვენი ხმა. რა უყავით წვერი? გახსოვთ როგორ ჩაგაცივდით აბასთუმანში წვერის გამო? მახსოვს, ის კი არა და დამაშინეთ კიდეც. გაუღიმა ნიკიტინმა ვერბეცკიმ. ოთახში კიდევ 5 კაცი შემოვიდა. ნიკო გოცირიძე, მიტო ჩიკვაიძე, გიგა ხუციშვილი და მწერლები, პოლიხრონ ხარაბაძე და კალისტრატე გვრიტიშვილი. გვრიტიშვილი დიდი ხანია უკვე იცნობდა კორნელის. იგი კორნელის მოთხრობებს, ისევე როგორც ყველა ქართველი მწერლის ნაწარმოებს, რუსთაველისა და ბარათაშვილის გამოკლებით ჰკილავდა. თავისი პიესები კი გენიალურ ნაწარმოებებად მიაჩნდა და ამიტომ კორნელის ზემოდან დასცქეროდა. კორნელი თავის მხრივ გვრიტიშვილს თავის თავზე შეყვარებულ, განდიდების მანიით შეპყრობილ, ქარაოც და ახირებულ ადამიანად თვლიდა და მისგან არასოდეს არაფერი არ სწყინდა. ჩია კაფანდარა კაცი ტერელაძე ოდნავ ელამიც იყო. ეგ ელამი თვალი უზარმაზარი კეხიანი ცხვირი, ღიმილი, რომელიც გარდიგარდ მოჭიმავდა მის ბაგეებს და ნამგალა ახალ მთვარეს ამსგავსებდა მათ, უშნო გამომეტყველებას ანიჭებდა ტერელაძის სახეს, რასაც მოულოდნელი შეძახილების მაგვარი, როყიო და საოცარი სიცილი აძლიერებდა. მაგრამ ტერელაძის ამ უსიამო გარეგნობის იქით ხელსახები ტალანტი და გონება იმალებოდა. პოლიხრონ ხარაბაძე ტერელაძეზე გაცილებით უფრო ნაკლებად ნიჭიერი და გონიერი კაცი იყო. ხარაბაძეს პროლეტარულ პოეტს ეძახდნენ და ეს ჩასუქებული, მოკლეკისრიანი, ყვავილით დაკენკილი, ჩოფურა კაცი თავის პატარა, საეჭვო ტალანტით ამაყობდა. მან თავისი ნიჭი ვოკალურ ხელოვნებაშიც სცადა, მაგრამ სმენის უქონლობის და ცუდი ხმის გამო მასწავლებელმა აიძულა კონსერვატორია მიეტოვებინა. პოლიხრონი იბერებოდა, არტისტულ პოზებს მიმართავდა, რაც მას სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა. პოლიხრონ ხარაბაძეს კორნელიმ მრავალ ჟამიერ შეარქვა, რადგან ბერძნული სიტყვა პოლი მრავალს ნიშნავს, ხოლო ხრონოს დროს, ჟამს. ამის მერმე ხარაბაძეს ყველა მრავალჟამიერ ხარაბაძეს უწოდებდა. ამიტომ ხარაბაძე კორნელის ებუტებოდა. ვანო მახათაძე წამოდგა. ფარდა გადაფენილ ტახტზე დაჯდა და სარკმელთან გაჩერებულ მწერლებს უთხრა. ამხანაგებო, მოიწიეთ აქეთ, ახლო მოდით. სიტყვა ამხანაგებო ისეთი გულითადი ხმით წარმოთქვა მან, რომ ყველამ შინ იგრძნო თავი. დიასახლისმა მარომ გაიღიმა და ტახტის წინ სკამები დადგა. აქ მოდით, აქ, განაგრძობდა მახათაძე მწერლების მიპატიჟებას. აი, აქ დავჯდეთ კუთხეში, მეგობრულად და შინაურულად. ნიკიტინი და გოცირიძე გვერდზე მოისვა. სხვები ტახტის წინ ნახევარ წრედ სკამებზე დასხდნენ. ამხანაგებო, დაიწყო მახათაძემ. ჩვენს თათბირს, რომელზედაც მომავალი ჟურნალის ორგანიზაციისა და ხასიათის საკითხი დგას, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, გამოჩენილი ჟურნალისტი, ჩვენი ძვირფასი სტუმარი მიხეილ მაქსიმესძე ნიკიტინი ესწრება. აი, ვინ ყოფილა თურმე
ივანე ალექსანდრესძე ვერბიცკის ნიღაბქვეშ აბასთუმანში. ფიქრობდა მოულოდნელი შეხვედრით გაოგნებული კორნელი. მეგობრული ბაასი გაიბა. მახათაძე ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გარშემო აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეუდგა. ნიკიტინს დიდი გამოცდილება ჰქონდა სარედაქციო და საგამომცემლო საქმის დარგში და ამიტომ ახალგაზრდა მწერლებს ბევრი სასარგებლო რჩევა დარიგება მისცა. მერმე საუბარი მხატვრული ლიტერატურის ამოცანებზე ჩამოვარდა. როდესაც ახალი ჟურნალის ხასიათის გამორკვევა მოათავეს, მახათაძემ ხარაბაძეს ჰკითხა: „აი თქვენ ამხანაგო პოლიხრონ, რას აპირებთ ჟურნალს მიაწოდოთ?“ ხარაბაძე მამალი ინდაურივით გაიბერა. თვალები გადმოკარკლა და ცოტა ხნის დუმილის მერმე არაბუნებრივი, განზრახ დაბოხებული ხმით მიუგო: „მე მოგაწოდებთ პოემას მარსზე. იგი მარსზე რევოლუციის მოხდენა შეეხება.“ „ეჰე, რა შორს წასულა?“ გაიფიქრა ნიკიტინმა. სიცილი ძლივ შეიკავა. ღიმილით შეხედა ხარაბაძეს, რომელიც ისე ამაყად და მედიდურად იჯდა, თითქო თავისი პოემით მთელი კაცობრიობა გააბედნიერაო. ვანოს შერცხვა. ხარაბაძემ მის ენთუზიაზმს თითქოს ცივი წყალი გადაასხაო და ახლა გვრიტიშვილს მიუბრუნდა. „თქვენ რას მოგვაწვდით? პიესას გატეხილი ქნარი. რა შეეხება თქვენი პიესა?“ მორიდებით ჰკითხა პოლიხრონის პასუხით გაწბილებულმა მახათაძემ. გვრიტიშვილმა თავი ასწია. ნეტარებაში შესული კაცის კმაყოფილებით სავსე ღიმილი მოეფინა სახეზე. ელამი თვალი მახათაძე შეანათა და თავისი პიესის შინაარსის თხრობა დაიწყო. „ჩემი პიესის გმირი ზეთუნახავი ნაზი ასული დღისით ბროლის ციხეში ქნარზე უკრავს და თავისი ტკბილი წარმტაცი ხმით ქვეყანას ატკბობს. იგი მზესა და თავისუფლებას უმღერის ჰიმნს. ღამით მზეთუნახავი ასული ქნარს კუთხეში მიაყუდებს და იძინებს, იმ იმედით, რომ დილით იგივე ჰიმნი უმღეროს ამომავალ მზეს, მაგრამ ბროლის ციხეში შავი დემონი შეიპარება და ქნარს სიმებს დააწყვეტს. ასეთ ბრძოლაში ვლიან დღეები. ბოლოს ასული იმარჯვებს. მისი ქნარის წარმტაცი ხმებით გაღვიძებული ხალხი მზისაკენ, სინათლისაკენ, თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის და დემონს ამარცხებს. ამ ზღაპრულ პიესაში არაფერი არ იყო მისაღები გარდა სინამდვილეს მოწყვეტილი სიტყვისა თავისუფლება. ტერელაძე ქვეშ-ქვეშა ჭაბუკი იყო და ანგარიშობდა. თავისუფლება რევოლუციით გატაცებულ ხალხს მოეწონებაო. მაგრამ ნიკიტინმა ცოტა ხნის დუმილის მერმე ხარაბაძეს და ტერელაძეს უთხრა: „მე მაინც ვფიქრობ ამხანაგებო, რომ უმჯობესი იქნებოდა თანამედროვე ჩვენს სინამდვილეზე გეწერა. ჩვენი ცხოვრების ამბებზე, რეალურად არსებულ ცოცხალ ადამიანებზე. ნუ გამიწყრებით ჩემი აშკარა და გულღია საუბრისათვის. ჩვენ სწორედ მაგიტომ შევიკრიბეთ აქ“, შენიშნა მახათაძემ. „მე თქვენი სტუმართ მოყვარეობის იმედი მაქვს. თქვენი ქვეყანა ხომ მეტად სტუმართ მოყვარეა. თქვენი ხალხი ადამიანებით ჩინებული არიან. სწორედ მათზე სწერეთ. რატომ უნდა ჩავიძიროთ ნისლიან გაუგებარ ალეგორიების სამყაროში, გადავსახლდეთ ბროლის ციხეში ან გავეშუროთ შორეულ მარსზე?“ ვანო მახათაძეს ხარაბაძისა და ტერელაძის მაგივრად შერცხვა და ისევ უხერხულობა იგრძნო.
გამომცდელად შეხედა კორნელის, ვაი თუ ამანად ჩაგვაფლავოსო და ჰკითხა, თქვენ რას აძლევთ ჟურნალს? მე მუშაობ მოთხრობა შამქორზე. აღელვების გამო ყრუხმით მიუგო კორნელიმ და იგრძნო, როგორ აასხა სისხლმა სახეზე და გაწითლდა. ეს კარგია, შენიშნა ნიკიტინმა. მახათაძე, გოცირიძე, კარპოვი, მუხინი, შამქორის ამბების მონაწილენი არიან. ესაუბრეთ მათ, ისინი ბევრ საინტერესო რამეს გიამბობენ. დაგეხმარებიან საჭირო მასალის აღმოჩენაში და შეკრებაში. კორნელიმ მოკლედ უამბო დამსწრეთ თავისი მოთხრობის გეგმა, მისი შინაარსი, ჩამოთვალა მის მიერ უკვე შეგროვებული უამრავი მასალა. წაიკითხეთ აუცილებლად, ურჩია ნიკიტინმა. ამხანაგ სტალინის წერილი ამიერკავკასიის კონტრრევოლუციონერები სოციალიზმის ნიღაბში. იგი მოგცემთ სწორ პოლიტიკურ ორიენტაციას. მახათაძე გატაცებით ლაპარაკობდა ახლა სოციალისტურ ეპოქაზე, საბჭოთა სახელმწიფოში მწერლის როლზე. ოქტომბრის რევოლუციამ, ამბობდა იგი, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ფორმაცია, ადამიანთა შორის ახალი ურთიერთობა დაამყარა. თქვენ მწერლებმა ყველაზე ადრე უნდა გაიგოთ და ასახოთ თქვენს ნაწარმოებებში ის ახალი ურთიერთობა, ასახოთ მართლად და დამაჯერებლად, როგორც ამას თავის დროზე კლასიკოსები აკეთებდნენ. მწერლები, ნოვატორები კაცობრიობის წარსულ კულტურას უარყოფენ კლასიკურ მემკვიდრეობას და მემარცხენული ლოზუნგებით შენიღბულნი თანამედროვე სინამდვილეს გაურბიან. ზოგნი მარსზე რევოლუციის მოხდენით არიან გატაცებულნი. მათ უკუღმართათ ესმით კლასიკური მემკვიდრეობა, ნოვატორობა. მართალია ჩვენ ვქმნით ახალ საბჭოთა ხელოვნებას, ახალ საბჭოთა ლიტერატურას, მაგრამ ვქმნით რა მას, შეგნებულად ვიხედებით უკან კლასიკოსებისაკენ და გვესმის, რომ ეს წარსულისაკენ დაბრუნება კი არ არის, არამედ შემოქმედებითი გამდიდრების მეთოდი, რომელიც აუცილებელია წინსვლისა და მოძრაობისათვის. კლასიკური მემკვიდრეობის შესწავლის აზრი სწორედ ეგ არის. კლასიკოსების მაგალითის მიხედვით ჩვენ უნდა ვწეროთ მართლად და სიყვარულით უბრალო ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე, შრომაზე, ბრძოლაზე. მაშინ მთავარი საკაცობრიო მოტივი თავისთავად იქნება მიღწეული და თქვენ გაიგებდით ქართველით, სომეხით და რუსით. აღზარდეთ მუშები და გლეხები ისე, რომ ისინი მიისწრაფვოდნენ განათლებისა და კულტურისაკენ, რომ ისინი გატაცებით და იმედით უცქეროდნენ მომავალს. მაგრამ სხვას რომ ასწავლო, თვითონ სწავლული უნდა იყო და ბევრი იმეცადინო. უნდა ღრმად შეისწავლო მარქსი, ენგელსი, ლენინი. შეისწავლეთ ლენინი, ზედმიწევნით გაეცანით მის ცხოვრებას, მისი ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი. მახათაძის შემდეგ სიტყვა ნიკიტინმა აიღო. აი თქვენ ახალგაზრდა ადამიანებმა მიმართა მან დამსწრეთ. რევოლუციურ ბრძოლაში და იატაკქვეშ მუშაობაში ჩაბმულებმა უნდა დაიხსომოთ, რომ იატაკქვეშ მუშაობა საუკეთესო სკოლაა რევოლუციონერისათვის. ჩვენ უფროსი თაობის ადამიანები ახლა ფართოდ ვიყენებთ ჩვენ საქმიანობას იმ ცოდნის მარაგს, რომელიც იატაკქვეშ მუშაობის დროს მივიღეთ. არა მარტო წიგნები, არამედ ციხეში გატარებული ყოველი ზედმეტი წელი გვმატებდა ბევრ რამეს. იქ იფიქრებ, იწყებ ბრძნობას, ყველაფერს 20 ჯერ განსჯი და როდესაც იღებ რაიმე პარტიულ დავალებას, ზუსტად გაქვს აწონილი და წარმოდგენილი, რას მოითხოვს იგი შენგან.
აღელვებით ლაპარაკობდა ნიკიტინი და ის მღელვარება მსმენელებსაც გადაედოთ. იგი მთლიანად ნებისყოფის, სწრაფვის, ურყევი რწმენის განსახიერებას წარმოადგენდა. ჩვენ ბოლშევიკები, განაგრძობდა ნიკიტინი, მამაცად და დაჟინებით ვებრძოდით ვერაგ და ძლიერ მტერს, რომელიც არ გვნებდებოდა და დასახმარებლად მთელი მსოფლიოს კონტრრევოლუციურ ძალებს უხმობდა. ჩვენ ბოლშევიკები ახალ სოციალისტურ ქვეყანას ვაშენებთ. ჩვენი მიზანია მივცეთ ხალხს ცხოვრების ყველა სიკეთე. ჩვენი სურვილია, რომ ქალაქებსა და სოფლებში ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ, არ განიცდიდნენ გაჭირვებას. ყოველ სახლიდან, რომელშიც მუშა და გლეხი ცხოვრობს, როიალისა და რადიოს ხმა მოისმოდეს. ამასვე ვუსურვებთ სხვა მშრომელებს და მათ შორის ქართველ მშრომელებსაც, რომლებიც ახლა იმპერიალიზმის უღელქვეშ გმინავენ. მე ვანოსთან ერთად მოგიწოდებთ თქვენ, სწერეთ სიმართლე თქვენი მუშებისა და გლეხების მწარე ცხოვრებაზე, მათ შრომაზე და ბრძოლაზე. თქვენი ამოცანაა გაუღვიძოთ მათ შეგნებული სურვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ბრძოლისათვის. ერთხელ სამოქალაქო ომის დროს მოაგონდა ნიკიტინს. ბაქოდან ჩრდილო კავკასიაში გადავფრინდი. თვითმფრინავი ახალგაზრდა პილოტს ყოფილ მუშას მიყავდა. იგი არა მარტო შესანიშნავი მფრინავი აღმოჩნდა, არამედ განათლებული ადამიანიც. როდესაც მას ვესაუბრებოდი, გული ხარობდა, რომ აი ასეთმა ჭკვიანმა და კულტურულმა ადამიანებმა უკვე ხელი ჩასჭიდეს და წინ მიაქვთ სოციალისტური რევოლუციის ძლევამოსილი დროშა. კორნელი დარწმუნდა, რომ მიხეილ მაქსიმესძე ნიკიტინი გამოჩენილი რევოლუციონერი იყო. ნიკიტინი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა ახალგაზრდობას. საქართველოში ის მეგობრობდა ვანო მახათაძეს, ნიკო გოცირიძეს და ბორის ძნელაძეს. მას კარგად იცნობდნენ ქართველი კომკავშირელები. ნიკიტინი აჯადოებდა და ხიბლავდა ყველას თავისი უსაზღვრო ენთუზიაზმით, რევოლუციური გაბედულობით და ჯანსაღი და დაუცხრომელი ოპტიმიზმით. მალე ვანომ კორნელი ბოლშევიკური კომიტეტის სხდომაზე წაიყვანა. სხდომის გახსნის მერე კორნელის უთხრა: მე და ჩემი ამხანაგები შენ გიცნობთ. შენ უკვე ჩვენს პოზიციებზე დგახარ. იზიარებ ჩვენს იდეოლოგიას და კარგად მუშაობ. მე და ჩემი ამხანაგები შენ ჩვენ კაცად, ბოლშევიკად გთვლით. რაღაც აყოლნებ, დრო არის უკვე პარტიაში შემოხვიდე. შემოიტანე განცხადება. Chido ka canta, ma si